I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 33 ეპიზოდის სიტყვა არის რუბეული. შეიძლება ჩაითვალოს კიდეც, რომ რუბეულობის მოყვარულობა მომდინარეობს მელანქოლიისკენ, სევდისკენ მიდრეკილებისგან, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ერთხელ მაინც გეყოლებათ ნანახი ან მათზე წაკითხული, ან ფილმში ნანახი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ნაცრისფერი ამინდები, მოღრუბლულობა, ნისლი, წვიმა, ჭექაქუხილი, ქარი. სინამდვილეში ტკბებიან ასეთი ამინდებით და მათში რაღაც დამამშვიდებელ სიმყუდროვეს ხედავენ. ვაღიარებ, მაგალითად მეც მიყვარს ნისლიანი ამინდი. თავისებურად საუცხოო გარემოს და მისტიკურ განწყობას ქმნის და დიდი ქალაქები უფრო შთამბეჭდავ სილამაზეში გადაჰყავს. ჩემი ხედვით ნისლიან ქუჩებში სეირნობა სასიამოვნოც კი არის და გარკვეულ დონეზე სიმყუდროვის შეგრძნებასაც კი ტოვებს. მოკლედ მართლაც არის რაღაც ლამაზი ნაცრისფერ ამინდებში. რუბეულობის ყველაზე გავრცელებული სახეობა, ჟანრი ერთგვარი, ეს არის წვიმიანი ამინდის სიყვარული, რადგან ზედმეტად ბევრჯერ გამიგია და წამიკითხავს, რომ ადამიანებს წვიმა უყვართ. თუ დაუკვირდებით, ცუდი ამინდი არ არსებობს, ყველა მათგანი თავისებურად ლამაზი და მომხიბვლელია. ყველას თავისი ადგილი უკავია. ერთმანეთს ავსებენ ასე ვთქვათ, რომ არ ვიცოდეთ ქარიშხლის ბობოქრულობა, ვერ გავუგებდით გემოს ივნისის მზიან დღეებს. თითქოს და ბავშვობიდან გვიჭედავენ გონებას, თუ თავად ჩვენ ვუჭედავთ ამ დამოკიდებულებას, რომ უარყოფითზე და ცუდზე ზედმეტი ყურადღება გავამახვილოთ და მერე უკვე ისეთ სიგიჟეში გადადის ეს ჩვევა, რომ ცალსახად კარგ რამეებშიც კი ცუდს ვეძებთ. სწორედ ასეთი ხედვისგანაა დაცლილი რუბეული და ამიტომ ხედავს ნაცრისფერ ამინდებში სილამაზეს.